შენ დღეს და ახლა გამდიდრება ნამდვილად შეგიძლია ნებისმიერ დროს ადამიანს თვითონ ძალუც და შეუძლია რომ ნოლიდან დაიწყოს და უმაღლეს დონეზე გამდიდრდეს და განავითაროს საკუთარი თავი. გაჩნდება შეკითხვა, რომ რას აკეთებთ მაშინ თქვენ მაგები და რას ვაკეთებთ ჩვენ. მე შევაბრუნებდი კითხვას ასე. რატომ ვიწყებ ყოველთვის მე პირადად მუშაობას წმენდის რიტუალით? ანუ ნებისმიერ რამეზე ეს იქნება მიბმა, რაც კი რამე, ნებისმიერ რამე, რაც თავში მოგივათ, მანამდე ადამიანს ვთავაზობ, რომ გაიკეთე წმენდის რიტუალი, იმიტომ რომ შეიძლება შენ აღარ დაგჭირდეს მიბმა, შეიძლება შენ აღარ დაგჭირდეს სხვა რაიმე, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი სუფთაა გონებრივად, ფსიქოლოგიურად, მენტალურად, ის ადამიანი თავის მიზნებს აუცილებლად იწყებს და აღწევს. თუ თქვენ სუფთა არ ახართ, ვერ აზროვნებთ, ხართ სტრესში მუდმივად გაქვთ პრობლემები, გაქვთ ჯადო, გაქვთ თვალი, გაქვთ ოჯახის წყევლა, სულ რომ მილიონიანი ტრენინგები გაიაროთ, სულ რომ ოქსფორდი დაამთავროთ, სულ რომ დოლარების ორმოში ჩაგაგდოთ ადამიანმა, მაინც მეორე დღეს ნულზე დარჩებიან ესეთი ადამიანები და ფული შეიძლება იშოვონ, მაგრამ გაჭირვებით, უკანსვლით, პრობლემებით, ჯანმრთელობის შეწირვით, შეიძლება ბინა იყიდო, მაგრამ 10-5 წელი დაახარჯო მძიმე მუშაობაში, როდესაც ხედავ, რომ უკაცრავად სხვა მაგერ უცებ ერთ წელიწადში იყიდა და ფიქრობ, საიდან? ცუდი გზით? არა, ცუდი გზითაც ყიდულობენ, მაგრამ კარგი გზითაც ყიდულობენ ადამიანები, ხო? მე პირადად, როგორც მაგი, შემიძლია ადამიანი, რომელიც ნებისმიერ პრობლემაშია, ჩემთვის არ აქვს ლიმიტი პრობლემას, მოვუგვარო, გავწმინდო, გავანთავისუფლო ადამიანი და დავავიწყო ძველი ცხოვრება და ამ დროს ადამიანი იწყებს ახალ ცხოვრებას და ყველა მხრივ ეს იქნება გათხოვება, ბარაქა, წარმატება, წმენდის მერე არის ბედნიერი. აი სუფთა გონებაზე კი ადამიანს როგორც უნდა, ისე წარმართავს თავის ცხოვრებას. უნდა გამდიდრება, უნდა გათხოვება, უნდა მარტო ოჯახის და შვილებთან ცხოვრება, თუ ასე შემდეგ. წმენდის რიტუალი, რომელიც ნომერ პირველია ყოველთვის.